მოგესალმებით, დავბრუნდი ის მაფია 3-ით. ეს არის მე მგონი უკვე მე-20 ეპიზოდი, ზუსტად არ ვიცი რომ მე-ამდენი ეპიზოდი არის თამაშის, მაგრამ რომელიღაც ეპიზოდი არის რა. ესე იგი რაღაცები მინდა რომ გითხრათ კიდე რა თქმა უნდა, კიდე მინდა რაღაცები გითხრათ. პირველ რიგში მოდი მარტივიდან დავიწყებ. ესე იგი, არ ვიცი რაღაცა განახლება იყო მე მგონი ამ თამაშში თუ განახლება იყო ჩემს ვიდეო ბარათში თუ რაღაცა მსგავსი და FPS-ი გამოსურდა აი საგრძნობლად. მაგალითად ამ თამაში ხარ ვიცი, იმიტომ რომ ჩაკეტილი მაქვს 60 FPS-ი თამაშობ, იქიდან გამომდინარე რომ არ მინდა რომ გაჭიდოს კიდე რა, იმიტომ რომ თუ ჩაკეტილი არ მაქვს FPS-ი, რატომღაც ძალიან ჭედავს. მაგრამ Battlefield-ში და მაგალითად low graphics-ებზე მქონდა რაღაცა რავი 60 FPS-ი და ეგ არა იმიტომ რომ დავუშვათ მე ჩემი კომპიუტერი ვერ ქაჩავდა რაღაცას. პირიქით, კომპიუტერი ყველაფერს კარგად ქაჩავს, უბრალოდ ერთი პრობლემა ის იყო რომ VRAM-ი, ანუ ვიდეო ბარათის რა ქვია მაგას, ვიდეო ბარათის ოპერატიული მეხსიერება იყო გადაჭედილი რა, ანუ ძალიან მარტივად ივსებოდა, როცა ეგრე არ უნდა შევსებულიყო. მაგრამ ეხა რაღაცა აპდეიტი გააკეთეს, ან ეგ იმიტომ მოხდა, რომ მეორე სეზონი გამოუშვა Battlefield-მა და გამოასწორეს ეგ და ან უფრო ოპტიმიზაცია მიცეს თამაშს, ან კიდე იმიტომ რომ რაღაც აპდეიტი გამოვიდა ამ პროცესორზე, ან კიდე ვიდეო ბარათზე, რამაც გამოასწორა ეგ ყველაფერი და 60 FPS-ი რომ მქონდა, ან 57 FPS-ი რომ მქონდა low graphics-ზე Battlefield-ში, რაც წესით არ უნდა მქონოდა და მქონდა უფრო მეტი. ეხლა მაქვს 120-დან რაღაცამდე რა, თან 2K-ში, ან 2K-ში მაქვს მაგხელა FPS-ი. რომ არ მისდია ესე პრინციპში რომ ჩამოვიყვანო და დავუშვათ და Full HD-ში ვითამაშო, შეძლოს თუ არა რამეს. მაგრამ შეიძლება ეგეც ვცადო მე, უბრალოდ მე ხარეთს უკარგავს ძალიან ნახე ტიპი. ანუ ტიპი დააკვირდი საიდან აი აქედან მოაჯირიდან გადმოხტა, ფეხებში შემივარდა. ნახე კიდე იქ დგას. ვაიმე, გამომაშტერებენ ესენი. აი წარმოიდგინე ხა გვირაბში რომ ნუ კაი გვირაბი არ გინდა რო აიყო რა ტროტივორზე დადიხარ ესე რომ ვთქვათ მანქანა ჩქარა მოდის და იმის მაგრად რომ შენ მარჯვენა მხარეს გადახტე როცა სადაც თავისუფალი ადგილია და ბალახი იქნება რომ თავი გადაერჩინო არა პირიქით მარცხენა მხარეს ხტები სადაც მანქანა ჩქარა მოდის ვაიმე რა დებილია ეს ხალხი აქ ხო ნუ არ ვიცი მოკლედ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მესიამონა რომ ეგრე გამოსწორდა რა ეს FPS-ი იმიტომ რომ ადრე ძალიან ცუდად იყო ყველაფერი რა ანუ ძალიან საშინელი იყო რა თამაში, თან კიდე ცხელდებოდა საშინლად კომპიუტერიც. კლავიატურა და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ყველაფერი კარგად არის და 120 FPS-ში რო თამაშობ მაგ თამაშს, აი ძალიან კარაკივით არის ყველაფერი, ანუ ცხელდანაც რო დაადებ, კარგად დაახლოებით ეგრე არის. მეორე თემასაც შეეხება, მანქანაზე მინდა რაღაცები რომ მოგიყვეთ, არ ვიცი გითხარით თუ არა წინა კვირას, იმიტომ რომ მუშაობდი როგორც იცით და ანუ ყოველთვის ვიდეოს გადაღების საშუალება ესე არ მაქვს. მაგრამ სამაგერად ბევრ რაღაცას გიყვებით და მე მგონი თქვენს მოგწონთ, აი რა სიტყვით მაგალითად იმაზე რომ ამდენ რაღაცას ვლაპარაკობთ და ამდენ რაღაცას გიყვებით ამ ვიდეოების პროცესში. მე მგონი თქვენს ასე თუ ისე მოგწონთ. იმედია ყოველ შემთხვევაში და არ არის ისე მარტო რომ ლაპარაკობ მხოლოდ თამაში რომ ახლა აქ წავალ, ამას დავალაპარაკე, ამას იმას ვიძონ და შემდეგ. აი. პოინტი დაიდან შორს ხარ რა? გადავწყვიტე რომ ცოტა გამოსულიყავი, მაგათთან და მოშორებულიო. აღარა ვარ უკვე ორგანიზაციის ფორმაშიო და შენი ნახალი ცხოვრება რა არის? And I hear the best are coming out of Frisco, PCP, and it's cutting into my business. Okay, so where's the operation? Beats the hell out of me, but a while back, Miss Olivia Marcano hired a top-notch chemist named Bobby Bastian, tasked him with upgrading her operations, which will make it impossible for the small-time cooks to compete. Hell, they even got taxis delivering their shit. If I can get to Bastion's dealers, maybe they'll give him up. Tell me something I can use against him. That ain't all. Word is Miss Marcano brought in a couple other eggheads from San Francisco. Get rid of them, and Bobby Bastian's gonna find himself nice and fucked. Put a beating on some of Bastian's guys and maybe they'll... ახე რამდენი მისია მომიგდო, აიმე, ამათ რა გააკეთებს ახლა. ეს არის, ესე იგი, Bastian taxi service delivery speed to on board housewives kid and didn't be found in the street. Oh. აი, ჯანდაბას ნახოთ. ესე იგი, უნდა შევასრულოთ ეს მისია, ეს და მე უკვე დავალაპარაკებით ამ ადამიანს. აუ რა მოსაწყენი არის ესეთი მისიების შესრულება, ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ სამაგეროდ სასაუბროდ დრო მექნება. აი, ერთ სიტყვით, მოდი ჯერ შევასრულოთ ეს მისია. რომელიც ახოს არის და ქუჩაში უკიდე თუ ნახავ, აუ თან ახე $50,000 ზიანი უნდა მოვაყენო ამათ. ეს რა მოქანა? Porsche-ა? ეს განსხვავებული მანქანა, არ მინახავს არასოდეს.
თან 50000-ის ზიანი უნდა მივაყენო ამათ. წინაზე როგორ იყო იცი? მივაყენე ამათ, არ ვიცი რამდენი იყო იქ კუში ესე ვთქვათ ჭალებში, მაგრამ მივაყენე ზიანი, თუმცა არ იყო საკმარისი და საკმარისი გულისხმობ იმას, რომ მე მგონი $200 დამაკლდა და მე მაგ $200 გამო იმდენი ვიბოდიალე. ნუ ვერ წარმოიდგენთ. არავის არის პოლიციის დარეკვა, თქვენც მოკლავთ. აუ, დაიხილე. აუ, რა დროს გადატენა, ბიჭო, ხო არ გადავა. კაი, გადავჭით. მოდი ეს მოვკლად ახლა და რაც შეიძლება მეტი ფული ავიღოთ ამისგან, რომ მე კიდე რაღაცა პრობლემა არ შეექმნას. მე მგონი დაქირავება მადროს ყველაზე მეტ ფულს. PCP ბიზნესზე მითხარიო რა მაგრამ ჩვენო ტაქსის მოძრაობებთო. დისპეჩერების გარაჟში აქვს ფული ბოსო. აი, იმედია რომ -5000 აუ, ვაფშე არაფერი არ ხნა ამან. აუ, კაი რა. კაი მომდი ესა ვიღოთ. არ ვიცი იგი კიდე გონებაში მჭირდება, არასოდეს არ გამეყენებია, მაგრამ მაინც. და მოდი ბარემ ესეც გავაკეთოთ აქ, იმიტომ რომ რატომაც არა აქ ვართ ბარემ. მიუხედავად იმისა, აკეთებს თუ არა რამოს ესენი საერთოდ მაინც ბარემ აქ ვართ და რატომაც არა. კაი, რაც შეეხება ხა მოკლედ მანქანას. რასაც გეუბნებოდით, რომ მეთქი დარწმუნებული არა ვარ გითხარით თუ არა თქო, მაგრამ ეხლა გეტყვით რა ბარემ. ესე იგი. მოკლედ ვინც არ იცით, მაგ მანქანისთვის ვიყიდე უკვე სვეჩები. მე მგონი სვეჩები მოგიყევით, მაგრამ თავიდან გეტყვით. სვეჩები ვიყიდე, კოდები და ყველაფერი კარგად ემთხვევა მანქანას. სვეჩები ჭირდებოდა ისედაც, იმიტომ რომ ჯერ ერთი რო გაშევებული იყო და მეორე სველი იყო ბენზინით ფაქტიურად. ხო და სხვა გზა არ მქონდა რა, ანუ უნდა მეყიდა უეჭველი ეგ სვეჩები. ჩამოვიდა, თან კიდე ერთი პლუსი ის არის, რომ საჩუქარიც მიყვა მაგ სვეჩებს. გულისხმობ იმას, რომ მასივარზე დასამაგრებელი მაგნიტი გამოაყოლეს თან. რაზეც ახატია სხვადასხვა კამერო, ანუ მე მგონი მე-13 თაობის კამერო ახატია, რაც ძალიან მესიამოვნა, იმიტომ რომ არ ველოდი თუ საჩუქარსაც ეგრე მოაყოლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი არაფერი არა, მაინც მასეთ ისე, აი ნახე რა. მაინც მესიამოვნა. მაგის მერე ძალიან ბევრი ვიფიქრე რა, იმიტომ რომ ინჟექტორები ღირს, აი ძალიან ძვირი. იქ გადავიხადე $650, მაგრამ საბედნიეროდ Gemini-ს ველაპარაკებოდი, ანუ ChatGPT-ის მსგავსი რო არის, ხო და მაგან მითხრა რაღაცა კოდი, რომელმაც დააკლო 5% მაგ გადახდელ თანხას. და შესაბამისად ასე თუ ისე, ანუ ცოტა მაგან წინ წამწია რა, 5% იყო დაახლოებით $30-მდე და ძალიან დამეხმარა ეგეთი სიტყვით. და ჯამში გამოვიდა თუ არ ვცდები $630 თუ რაღაც ეგრე გამოვიდა. მოიცა ესენი მოკლა. ხო და ეგ იყო დაახლოებით მე მგონი $1700 იყო ჯამში რა, სიტყვაზე არა, ნუ დაახლოებით რო გითხრათ რა, დაახლოებით ეგეთი ეგ თანხა იყო. და ნუ მეთქი, ანუ არ არის პრობლემა, კიდე კაი, ანუ ესე იებში გამოვედით ხო, ეგეც იმიტომ რომ ასე თუ ისე მაგ ფასდაკლება მიშველა მეთქი რა. ხო და გუშინ, როცა სამსახურში მივდიოდი, მოდი ეს ენცავაფეთ გოდის ბარა. თუ რამე სიზემს ამათიაბეთქება. ამ მგონი არაფერი არ ხნა მაინც ყველა ვაფეთქე. ხო და ჩამოვიდა ერთი წვით გუშინ კაცო დამირეკეს და მითხრეს რომ მოდიო ხა შენო მომეციო იმეილიო. ჩვენო ინფორმაციას მოგწერთო და მეთქი კაი თქვა მივეცი იმეილი მაგათ და ინფორმაცია მომწეს ეგეთი რომ $20 ჭირდებაო მაგის გამბაჟ რასაკეთებს მა ჩაძირს $20 ჭირდებაო მომსახურებასო პლუს მე რაღაც 50 ჭირდებაო დეკლარაციასო არ ვიცოდი არაფერი რა ხო და მენეჯერი არის აი ძალიან მაგარი კაცი რა ჩემი მენეჯერი ვინც არის სამსახურში და დამეხმარა ყველაფერზე იმიტომ რომ მაგასაც არ ჭიროდა რომ ამდენი დაჭირდებოდა დეკლარაციას და თან კიდე ისიც მითხრა რომ ზოგადადო ჩვენ ანუ მე ეგრე დეკლარაციას არ ვავსებო რა ხო და ვიღაცებს მე გადაურეკა რაღაცეები იკითხა გამოიკითხა და
საბოლოოდ გაარკვია ის, რომ რეალურად არანაირი ყალბი და რაღაც ზარი არ ყოფილა ეგ, ანუ მართლა ეგრე ჭირდება თუმე დეკლარაციას იმ შემთხვევაში და გადავრიცხეთ რა მეთქი ანუ ჯანდაბას ხო იყოს ეგ 70 ლარი თუ საჭირო არის, ანუ სხვა გზა მაინც არ მაქვს და მოდი ეგრე გავაკეთოთ თქო. გავაკეთეთ ეგრე, დაგვეხმარათ ან ის ადამიანი, ვინც მე დამირეკა, მენეჯერი ესაუბრებოდა მაგას, იმიტომ რომ მე მაგ თემაში ისე ნაკლებად ვარ გარკვეული, ამიტომაც არ მინდოდა რომ რაღაცა შეცდომა დამეშვა, ხო და მენეჯერის კიდე კეთილი იყო საკმარისად იმისთვის, რომ გასაუბრებოდა მაგას და გაესაუბრა კიდეც. მე ესეთი ამბავი იყო მოკლედ. აუ, მე მგონი უკვე აზრი არ აქვს ამას, შობია რომ მე აქ მოვკვდე, თორე ესენი არ მოშორდებიან. ხო, ნუ მომკალეთ რა ბარემ ხა აზრი არ აქვს. და მოკლედ მე დაურეკა კიდე იმ კომპანიას, ვისგანაც ნივთი გამოვიწერი. არ არის ახლა სავალდებულო კომპანიის დასახელება და ამ შემდეგ და იმათმა თქვეს ეგეთი რაღაცა რომ გამბაჟებო თუ გინდაო, არ არის პრობლემაო, მოკლედ უნდა გააკეთო ეგეთი რაღაცაო რა. 30 დღე უნდა მოიცადო. და 30 დღის მერე გექნება ჩვეულებრივად იმის შანსი რომ განაბაჟო რა, ანუ მაგ ეგვა და გაქვსო. ეთყობა იმ ადამიანს დაავიწყდა ან არ იცოდა მე პირველად ვაკეთებდი გამბაჟებას თუ არ ვაკეთებდი გამბაჟებას, მაგრამ ეგეთი რაღაცა მისხრა მაგან რომ 30 დღის ვადა გაქვსო. მაგრამ მე როცა დაურეკე ჩვენ იმ ადამიანს ვინც მე დამირეკა თავიდან და მითხრა რომ იმეილი მომეციო, მაგ ადამიანმა თქვა ეგეთი რაღაცა რომ რაღაც შენი პირველი გამბაჟება არის ესო, მაგის გამო უნდა გადაიხადო წინასწარ მოკლედ ეგ დღგიო რა, ან დღგი ხო იგივე რაღაც 80% გამბაჟების არის. და ნუ სხვა გზა არ მქონდა რა, კიდე კაი რომ მქონდა რაღაცა თანხა კარტაზე და კიდე კაი რომ მოკლედ გამომბაჟე რა ეგ და მეთქი ანუ როგორც ითხრათ პირველ დაღამს ვაკეთებდი, აზრზე არ ვიყავი არაფრის და გამიკვირდა რომ ანუ ნივთი არა მაქვს, ნივთს ვერ ვხედავ საერთოდ ვერაფერი და არც ის ვიცი ანუ სად არის. უბრალოდ მეუბნებიან რომ თბილისში არისო და იქნება ვიღაც ამალეს კამერი არის, ხო ანუ ნივთს ვერ ვხედავ, ფული რაზე გადავიხადო. და მითხრეს ეგეთი რაღაცა რომ ვკითხე ეგეთი რაღაცა რომ მეთქი ანუ ნივთი არ ვიცი სად არის, ნივთს ან ფიზიკალადაც კიდე ვერ ვხედავ და ანუ რანაირად გადავიხადო მეთქი ფული თქო. და მოკლედ ეგრე არ ხდებაო ერთი სიტყვით, ფული უნდა გადმორიცხავო ჯერო და ნივთსო მერე ჩამოვიდანთო. და მეთქი აი ჯანდაბას გადავრიცხე ფული და ეხა ისევა რომ თოკის ფულიც კი აღარ დამჭა, იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ ღმერთთან უფლას და არ წავიდა ეგ ინჟექტორები მაგ ბანკანაზე, იმიტომ რომ როგორც აგიხსენეთ, ნუ დღეს იქნება წესით ალბათ ამ ვიდეოს დავდებ უკვე წესით უნდა მქონდეს ეგ ინჟექტორები ხელში და თუ მაგალითად მოვასწარი ამ ვიდეოს დადებამდე ან ვიდეოს დაედიდებამდე მაგ ინჟექტორების დამოგრება და დაქუქვა მანქანის, მაგასაც კიდე რა თქმა უნდა ამ ვიდეოში ჩავუკვეხებ ბარემ. თუ ვერ მოვასწარე, მაშინ მომდენო ვიდეოში იქნებოდა. თუ მომდენო ვიდეოშიც არ იქნა, მაგ შემთხვევაში უკეთესი ვარიანტი იქნება, რომ ჩემს მეორე რხზე გადახვიდეთ, ის გამოიწეროთ და მძიმე კაცი ქვია იმორს. და უკვე იქიდან ნახავთ რა და როგორ მოხდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დაიქოქება ეგ მანქანა, მიუხედავად იმისა, რომ საწვავში არის და ძრავისეთში არის გადასული ბენზინი და მეშინია ცოტა, მაგრამ აი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაიქოქება, იმიტომ რომ მაგ ხელა ფულს ხარჯავ მანქანაში, რა თქმა უნდა გინდა რომ დაიქოქოს. აუ, ხოტვინი წაიღეს რა ამათმა პოლიციელებმა კიდე. ხო, იარაღია, ძმა, მე რა, პირველად ხედავთ? აი, სანამ პოლიცია შემოვა აქ, მოდი მანამდე ესენი ამოვიღოთ, უცებ ყველაფერი. იმედი აქვს ფული არის და ემოსა და გამოკლება, იმიტომ რომ 32,000 ძალიან ბევრი არის, არაფერი არ იყო. ვაუ, სააღოლო. მალადეს, ძმა, მალადეს. კაი, შევედით შეგნით. და ანუ არაფერი არ აკვირდება, რა უნდა გავაკეთო ეგეთი, რომ დააკლეს მაგას. არა ძმა, არა. რა ვისაც ვერ დავეკავ.
საიდან გაჩდი ახლა შენ მანდ ანუ არ მინდა რომ მოკლედ და რატო ჩნდებით აქ არ საიდან ეს ფული აიღოთ იქნება მოაკლდეს მაგას რა თქმა უნდა არ მოაკლდა ანუ რა უნდა გავაკეთო სხვა აი რაღაცა საქმე ჩვენებს და ალბათ აქ არის რაღაცა რა უცებ მოთეს მიდი რა მინუს 20000 ძალიან კაი ეს არ მაინტერესებს ახლა მაგის ნაკუთხველი არა ვარ კაი ეგ იმას ნიშნავს რომ ეხლა კიდე თუ მოკლავენ არაუშავს ანუ არ მინდა რა თქმა უნდა მოკლავ მაგრამ თუ მოკლავენ არაუშავს იმიტომ რომ მე პოლიცია მომშორდება უკვე და ბარემ წავალ ამორსაც მივხედავ და წესით უკვე ამორსაც დავასრულებ კაი მოკლეს მე მგონი ну მოკლედ მაგას ამ მნიშვნელობა აქვს ერთ სიტყვით რასაც გეუბნებოდით ახლა მე იმაზე რომ ბენზინი არის ძრავის ზეთში თქო ძალიან ცუდი არის მართალი არის და მაგის გარდა კიდევ ვცდილობ რომ ზეთის შევცვალო მანქანაში თუმცა ეხლა რასაც უყურებ მე და რაც ვნახე არც ერთ კომპანიას არ აქვს არც კამაროს ზეთის ფილტრი ну გადაცემათა კოლოფშიც მინდა რომ ზეთს შევცვალო მაგრამ არც მაგის ფილტრი არ აქვს არავის და ვფიქრობდი რომ ბარემ გამოვიწერთ ხო მაგრამ მე უკვე იმ ხელაზე ადიოდა ეგ თანხები რომ მაგას ვეღარ ავიდოდი და მაგის ფული უკვე აღარ დამრჩებოდა ფიზიკურად რომ ეგეც გავამეწერა თორე მინდოდა რომ გავამეწერა ბარემ ეგეც და ბარემ თუ მიხედვა იყო მანქანას მიხედავდი ბოლომდე უბრალოდ 2200 ლარი დაჯდა ფაქტიურად ინჟექტორები თავისი ჩამოტანით თავისი გამარჯვებით და თავისი ყველაფრით და მაგაზე რო ხა კიდე დაემატებინა ზეთი და მე მაგას წონა დაემატებოდა კიდე და წონაზე გამახსენდა კიდე წონაზე არ ვიცი თუ რამეს მომთხოვენ იმიტომ რომ რეალურად მაგათი წონა არის 0.8 ანუ 800 გრამი არის რა ხო და არ ვიცი რამდენს გადამახტევებენ მაგაზე ან თუ გადამახტევებენ რაღაცას და თუ გადამახტევიეს გამოდის რომ მაშინ გამბაჟება დამიჯდა 400 ლარი როცა მე ნანგარეში მქონდა რაღაცა 270 ლარი მაქსიმუმ და ეგ ძალიან ცუდი არის ხო და ანუ არ ვიცი რა ნახოთ რა იქნება იმედია რომ დაიქოქება მანქანა და როგორც კი მანქანას გავიგებ რომ იქოქება ან ისე ვიზამ რომ როგორღაც ანუ გარეთ გამოვიყვანო და ვეცადო რომ გარეთ გამოცვალო ზეთი თუ რა თქმა უნდა შევძლიე გან კიდე მამაჩემს დავეკითხები სავით და ვნახოთ ის რას მეტყვის მე ხარ რაც დაველაპარაკე ჩატბოტებს და რაც დაველაპარაკე ასე ვთქვათ ანუ ძმაკაცებს სავით ვინც ეხა დიდად არ არის გარკვეული მაგ მანქანაში მაგრამ მაინც მითხრა რომ სარისკოარიო რა ანუ ჩატბოტებას და ყველა მითხრა რომ სარისკოარი და ვიცი რომ სარისკოარი მაგრამ ეგ მანქანა ანუ ზეთი უნდა გამოცვალო უეჭველი ხო და ზეთი რო გამოცვალო უეჭველი მაგისთვის მჭირდება ან წესიერი ადგილი რო ზეთი შევცვალო ან კიდე მჭირდება ასაწევები რო კარგად გამოცვალო ზეთი და კარგად ესე ვთქვათ მიუდგე რა მაგ მანქანას მაგრამ გარაში არის ძალიან ვიწრო ადგილი და ფიზიკურად მაგ მანქანას ვერ მიუდგები და ზეთს ვერ გამოცვლი თან მე მგონი მამაჩემი მაინც მეტყვის რომ წაიყვანე მანქანა და ბარემ იმათ გამოცვლები ანუ ესე ვთქვათ პროფესიონალებს ხო და ნახოთ რა მოკლედ რა იქნება რა ჯერ ღმერთ მანქანას და მანქანა დაიქოქოს რა და თუ მანქანა დაიქოქება ასე რომ დავიმალო ხა იქნება და თუ მანქანა დაიქოქება მოკლედ აი მზეთი აღარ იქნება მე უკვე იმდენად პრობლემა იმიტომ რომ ყველაზე მარტივი არის ეგ რა თავარი რომ მანქანა როგორმე ამოიქოქოს არ მინდა რომ კიდე ცილინდრები გავაფუჭოთ და თან კიდე რა არის მე რაც მინახავს ზოგიერთი საერთოდ აი ზეთის გარეშე და რადიატორის გარეშე დადარებს მანქანას და დიდად ეხა მანქანას არაფერი არ მოდის და მაგითო ფიქრობდი რომ მეთქი ანუ რა უნდა მოვიდეს ეგეთი მანქანას რომ დავუშვათ მანქანა ვატარო 2 კილომეტრის მანძილზე ზეთის გარეშე თქო ну ზეთის გარეშე არა ზეთი როგორ ანუ არის მანქანაში უბრალოდ ბენზინი აქვს შერეული რა ერთი-ორ ადამიანმა მითხრა მაგალითად მენეჯერმა მითხრა რომ ჩარეცხავსო რა ეგო და რეალურად მეც ეგ არ მინდა რომ ჩაირეცხოს თორე ზეთმა თუ ბენზინმა თუ ჩარეცხას ზეთი და მარტო ბენზინი დარჩა მე ცილინდრებში მე უკვე ცუდად ექნება საქმე ძრავს ხო და ეგ არ მინდა მაგრამ ზოგიერთმა მითხრა კიდე რომ ანუ არიზამსო რა 2 კილომეტრში მაგ ხელა პრობლემას არ შექმნისო არ მგონია რომ ეგრე შექმნისო თქვენ რას ვფიქრობთ ამიწერეთ კომენტარებში ნუ ამ ვიდეოს სანამ დავდებ ან როცა დავდებ ამ ვიდეოს უკვე ალბათ გაკეთებული მექნება ყველაფერი დიდი იმედი მაქვს და ყველაფერი კარგად იქნება მაგის დიდი იმედიც მაქვს მაგრამ მაინც თქვენ რას ვფიქრობთ ეგეც მითხრათ კომენტარებში და თქვენ რას იზამთ სხვანაირად კიდე გეუბნებით მე დიდი სურვილი მაქვს რომ ბარემ მივიყვანო ეს მანქანა იქ სადაც საჭირო არის თუ რა თქმა უნდა დაიქოქება და ღმერთ მანქანას თუ დაიქოქება მანქანა
და მე უკვე გამოიცვალოს ზეთი ასეთ ვისე პროფესიონალებისგან რა და არა დაუშვათ ჩემგან რომელიც პირველად დაგეთებს ამ ყველაფერს. მაგრამ ჯერ რა თქმა უნდა ვიპოვო ზეთი, უნდა ვიპოვო ზეთის ფილტრიც, თუ რა თქმა უნდა აქვთ საქართველოში და ისი დიდი იმედიც მაქვს რომ ექნება საქართველოში, იმიტომ რომ რა ვიცი, აი ფერარები ყავს ხალხს და ბუგატები ყავს და მაგათი ფილტრები იშოვება და მაგათი ზეთი და ამის ზეთი თუ არ იქნა აქ და მაშინ არ ყოფილა საშველი. იმიტომ რომ წინაზე რომ მსგავსი პრობლემა ჭირდა მანქანას, ვერსად ვერ ვიშოვე ამ მანქანის ზეთის ფილტრი. გადაცემათა ყველაფერს რო გეუბნებოდით კიდევ და ვინც არის კიდე მე მყავს 2000 აი რა ვაიმე რა დებილია ეს ხალხი ხო და ვინც არის მე მყავს 2011 წლიანი 6 ცილინდრიანი კამარო მუსტანგში რო ერევა ბევრს ეგ მანქანა ამის გადაცემათა ყველაფრის ზეთის შესწავლით მინდოდა ასევე მქონდა რა ფული მაგისი და გეგმავდი თუმცა არ იყო არსად ვალვოლაშიც ვიყავი, თეგედაშიც ვიყავი, პატარა მაღაზიები რო არის, მაგაშიც ვიყავი, არც ეს არ ქონდა ამ მანქანის ზეთის ფილტრი. იყო ესეთი ვარიანტი, რომ დაუშვათ გადაცემათა ყველაფრის ფილტრი ბოდიში. იყო ვარიანტი, რომ დაუშვათ მაგასო, გაწმინდავენო, ანუ შეიძლება მაგით გაწმინდაო და მე მიგებაო რა, მაგრამ არ მინდოდა რა რო გამეკეთებინა. თან ეხაც არა მაქვს იმისი, რომ ზეთის ფილტრები გამოვწერო. თუნდაც ზეთის, ანუ ძრავის ზეთში, თუნდაც ჰაერის ფილტრი და თუნდაც კიდე მაგალითად გადაცემათა ყველაფრის ფილტრი, თორე გამოვწერდი ეგრევე და ანუ არ გამოვიყვანდი მანქანას, მანამ სანამ არ გაკეთდებოდა. მაგრამ აღარა მაქვს ხა მაგის ფული რა. ერთ სიტყვით. თორე როგორ არ მინდა რომ მანქანა გაკეთდეს. თან რო გამოვიწერო, მე ეგეთი რაღაცა გავაკეთე და ხალხს უთხარი კიდე რომ ერთი არის C5 Corvette-ის U6, მაგას უთხარი და GTS-ის კუპი არის კიდე, მაგასაც უთხარი და რამდენიმე ადამიანს უთხარი რომ მეთქი 20-ში გამოდითქო და ცოტა ხანი გავიარო თქო რა. ხო და ეხლა რო უთხარი უკვე ცოტა ისეთი არის რომ მაგათ უთხრა რომ აღარ გამოხვიდე თქო. იმიტომ რომ ველოდები მაგალითად ეხლა გადაცემათა ყველაფრის ზეცოდეს გამოსვლი მეთქი. თან ისეთი სერიოზულიც არ არის ეხლა გამოსასვლელი, მაგრამ როგორ მე ყველანაირად ვეცდები რომ მალე გამოიცვალოს. Yeah. Well, let's see how they feel about losing their drug lab. Okay. And Bear, sell what you're gonna sell, but you better steer well clear the hollow. კაი, რაც კიდე გაყიდეო, მაგრამ აქედან შორს არჩიო რა. ეხლა შენ უკვე იცი ბასტიანის სადაც მდებარეობს და მიდი და მიხედეო მაგასო. არ არის პრობლემა, მეც ეგ მინდა რომ მაგას მიხვედო და რაც შეიძლება მალე მორში ამ თამაშს რო გადავიდე რამე წესიერ თამაშზე. ან დავუშვათ Mafia Old Country-ზე, რომელიც თამაშიც მინდოდა ისედაც დიდი ხანია და იმედია რომ ესეთი სისულელი არ იქნება ის თამაში. ანუ რა არის, ამ თამაშიდან კიდე ყველაფერი რაღაცნაირად აი ბოდიში და მწნერისფერი არის რა. ფერები რაღაცნაირად არ მოწევს, ანუ თითქოს ეხა განათდა, აი რო ვთქვი რომ მწნერისფერია მეთქი განათდა ყველაფერი. მესმის რომ თითქოს რაღაცნაირად აი ესთეტიკას ქმნის ის ფაქტი რომ რაღაც ძველებური სტილი აქვს ამ თამაშს, რაღაც გეგონება რომ პოლაროიდის გადაღებული თამაში არის, მაგრამ რაღაცნაირად აი მაინც თვალებისთვის იმდენად კარგი ვერაა. ახო კიდე წინა ვიდეოზე აუ რამდენი ხალხია ნახე მაპზე, პროსტა ჭიანჭველებით არიან. ხო, რაც უნდა მეთქვა მოკლედ წინა ვიდეოზე ეგეთი რაღაცა იყო რომ 4 კუთხედი იყო ძალიან ყველაფერი ფაქტიურად და ეგ კიდე იმიტომ ხდება რომ მე რეალურად ვიღებ 2 კაში და 2 კაში როცა ვიდეოს ვიღებ ის სერვისი თუ რაც არის მოკლედ რაც ვიღებ ანუ editing software-ი DaVinci-ს ვიყენებ რა როგორც Premiere Pro დაახლოებით იგივე არის ავტომატურად აყენებს რაღაცნაირად მაგ ფოტოს და მაგ ჩარჩოს და ავტომატურად როცა აყენებს მე მგონი იქიდან შესულიყავი ანუ შავი კუთხეები მაინც აქვს და მე როცა ვცდილობ რომ ეგ შავი კუთხეები შევავსო და ყველაფერი კარგად გამოჩნდეს მაგ edit software-ში მე როცა უკვე ვიდეოს დავაედიტებ და YouTube-ზე დავდებ მე შავი კუთხეები მაინც აქვს ანუ ანზევიდან ან ქვევიდან ხო და მაგიტო აი ვირევი რა ცოტა და ვერ ვიგებ რა როგორ უნდა გავაკეთო ეხლა ისე ვიზამ რომ ეგ შავი კუთხეები საერთოდ არ შევავსო და დავტოვო ისე როგორც არის და ვნახავ რა იქნება იმედია რომ დამატებით შავი კუთხეები არ იქნება რა ან ისე ვიზამ რომ ან პრინციპში არ ვიცი არ ვიცი რო შევავსო ეგ კუთხეები ну ყოველ შემთხვევაში მოკლედ ისე დავაედიტებ ვიდეოს როგორც ვაედიტებდი ადრე რა და თუ რამე ხარვეზი იქნება მაშინ პატარა ხარვეზი ნუ არ აუშვებს ახლა და იმედია რომ მოგას როგორმე აიტენთ
აი, რამდენი ტყვია გჭირდება, ძმა? არა. აი, მივედი სებასტიანამდე, ეხლა დაერხა უკვე. Whatever you're gonna do, just don't leave me to Olivia. ოლივიასთან არ დამტოვო, რაც მინდა ის მიქენიო რა. ანუ, ვინ არის ოლივია ესეთი, რომ სიკვდილი ამჯობინე ფაქტიურად მან მისვლას და მე მგონი ის ფული უნდა ამოყო კიდე, მაგრამ არა უშავს. ნუ მოკლედ ჩემი ხალხი მოვეხავთ და მოაგვარებენ და მიხედავენ ყველაფერს ერთი სიტყვით და ორი გაგებით. ზოგადად შორის, ჩემს სახლში ხوار მივიდე, ბარემ და იქ რენოვაციები ხოლ გავაკეთე, იმიტომ დიდი ხანი არ მისულვარ და. ნუ ბევრი ფული გიწავაგე ხა, იმიტომ რომ ბევრჯერ მომკლეს, მაგრამ არა უშავს. მოკლედ ხა ამიდოსს დავამთავრებ, დაურეკავ ვალვოლინსაც, დაურეკავ თეგეტასაც და ვკითხავ თუ აქვთ ქუთაისში სადმე ფილტრები და კიდე ზეთი. იმედია რომ ექნებათ. თორე გადავირები რა მართლა. ეხლა მაგათ რო ფილტრი არ გქონდეთ, ფაქტიურად გამოვა რომ მანქანას კიდევ ვერ გავიყვან გარეთ, იმიტომ რომ ბენზინიანი ეგრე ძრავით ვერ ვილი რა ვერსად. ანუ აზრი არ აქვს ფიზიკურად, მანქანას გავაფუჭებ. კაი, ეს მისიაც მორჩა. აბა რაები დაგვრჩა ეხლა კიდე? ან ეხლა ვირთან უნდა მივიდეთ? ფულის აღების შესრულება მაინც მაქვს. ძალიან კარგი. მოდი ბარემ ეს ფულიც ავიღოთ მაშინ, სანამ ჩემიანები ახიკავენ ამას. ეგ არის. ეხლა მაქვს 11000. ნუ ბევრი წავაგე, ანუ ძალიან ბევრი წამართვა იმ ფაქტმა, რომ ბევრჯერ მოვკვდი. რომ არ მომკვდარიყავი, ალბათ ეხლა უკვე 30000 მექნებოდა რაღაცა დაახლოებით მაგდენი. გასასვლელი მე მგონი აქედან იყო, მაგრამ მოდი ჯერ ხილიც ავიღოთ ეხლა ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან მჭირდება ხოლმე ეს. არც იღებს არაფერს, ანუ პროსტა კარს აღებს დავსო. საინტერესოა. მისია ჯერჯერობით არ მოვგდია, რაც ასევე საინტერესო არის. ეს მეორე მაინც დაგჭირდება აგერ. და ნახოთ, იმედია გარა რო გავალ მისიას ამოვაგდებს, თორე ესეთ ყვილავოდიელი არ მაწყობს მე აქ. მინდა რომ თამაში დავასრულო მალე. თან მე მგონი თქვენც კიდე აღნიშნეთ რამდენიმე რომ ძალიან მოსაწონი გახდა უკვე ესო. შეგიძლია აქედან გამოყვანო, იმიტომ რომ რომელიღაცა აქედანო აქაურობას ააფეთქებს უეჭველიო და ვერა ძმაო აქედან მე ვერ გაგიყვან და ვერაფერს ვერ მოგიხერხებ. კარგი, ესე იგი, რა მისიები არის ახლა ისეთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე მგონი ეგ იყო თუ ორსტები აქ. ხომ ჯერჯერობით არაფერს არ მიჩვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არაფერს არ მიჩვენებს, მაშინ რაღაცა უნდა გავაკეთო გვერდითი მისია. მოდი ყველაზე ახლოს ეს არის და ამას ვიზამ. და მე იმედია რომ ამომიგდებს იმ მისიასაც, რაც უნდა გავაკეთო, რომ თავარ მისიას. მოიცი, რის გამოურეკავ კაცო პოლიციას? თან ახლა საქმე ისაა, რომ რო ესროლო მაგასთან რომ მოკლა, მე სხვა უეჭველი დამინახავს. და მოკლედ, იმედია ვიდეო მოგეწონათ, ეხლა ამ ვიდეოს მე დავასრულებ უკვე, მე იმ მისიას გავაკეთებ ალბათ ვიდეოს გარეშე, დიდი ვარაუდით უფრო ზეგ, იმიტომ რომ ზეგაც თავისუფალი ვიქნები. მანამდე კიდე დაურეკავ თეგეტასა და კიდე სხვა მაღაზიებს რა და გავარკვევ ექნებათ თუ არა ფილტრი და იმედია რომ ექნებათ. დანარჩენს კიდე თუ რამე სიახლე იქნება მანქანასთან დაკავშირებით, მაგასაც რა თქმა უნდა მოგიყვებით, ოღონ როცა მეორე ვიდეო ჩაიწერება, ანუ ალბათ უფრო პარასკევს და თუ რამე შეიცვლება, თუ რამე გაკეთდება და თუ რამე ეს და ის, მაგასაც უკვე რა თქმა უნდა მე უკვე გაგაგებინებთ. ეხლა წავედი, იმედია ვიდეო მოგეწონათ, წარმატებით ყველას და დროებით.